ნეპტუნის ფუნქცია არის დაბუროს ყველაფერი, ილუზია დაქციოს, ოღონდ ისეთი ილუზიად, რომ არც ვიცოდეთ, რომ ეს ილუზიაა. ნეპტუნი მუშაობს ძალიან ნელა, ჩუმად. აი რომ ვერც გაიგებ. ძალიან ღრმა, რომ ვერც გაიგებ, რომ უკვე წილში ხარ. აი ეს არის ნეპტუნი და როცა არის ნეპტუნი ძალიან აქტიური, ნუ ყველაზე ცუდი გამოვლენა ალკოჰოლიზმი არის ეს ნეპტუნიანელების, ხო? აი რომ ჩავიძირე სასმელში, დავიწყებას მივეცი. ნარკოტიკი. ნივთიერებები. ზესთან ზოგადად შეიძლება გამოვლინდეს ეს ცრუ ეგოს ვეძახით, რომ აი გონიათ რაღაცა, მაგრამ რეალობა საერთოდ სხვაგან არის. და ისეთი დაფარული რაღაცების დანახვა შეუძლიათ, მოსმენა, გაგება, ემპათია, მაგალითად ეს დამუშავების შემთხვევაში. ანუ კარგი რაღაც შეგვიძლია ნეპტუნისგან, მაგრამ აი ფსიქოლოგია როგორ ხსნის, როგორ უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა აი ამ აი მზე პლუტონი რო ჩემ ეგოს ვერ გზნობ მარტივი, ხო? იმიტომ რომ ეგო არის და ნეპტუნი მე არ ვიცი საერთოდ ვარ თუ არა. მე ადვილად მოწყვლადი ვარ, ადვილად მართვადი ვარ. მე 12 სახლებიც ჩვენთან შეიძლება მაგ ენერგიაში იყვნენ, მაგრამ აი ეს არის ასტროლოგიაში ნეპტუნი. ფსიქოლოგიაში რა ხდება და როგორ მუშაობს? ხო, აი ფსიქოლოგიაში ჩემი დაკვირვებაა, რომ ნეპტუნი რაღაცნაირად ყოველთვის უკავშირდება დაცვითი მექანიზმი, ხშირად გამოკვეთილია ეს იდეალიზაცია. აი ილუზორული რეალობის შექმნა, მაშინ როდესაც რეალობა საერთოდ სხვაგან არის და ცნებები, ილუზიები და ეხლა შენ ახსენე ნარკოტიკები, მაგრამ აი მაღალ გამოვლენებაში მინახავს საკმაოდ კარგი მსახიობები, არტისტები, სცენაზე ძალიან აქტიურები და რაღაცნაირად სამყარო თითქოს მათ აძლევთ აი ამ მაგნეტურ მსხვერპლობასაც. ადამიანებს აქვთ ძალიან სუსტი საზღვრები. აი რასაც შენ აღწერ, რომ აი ემპათია ძლიერია, ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტები ხშირად ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ საზღვრები არის სუსტი და მარტივად შედიან ემპათიურ კონტაქტში. იკარგებიან და ძალიან ხშირად ვერ ხვდებიან რა არის მათი და რა არის სხვისი. ანუ შეიძლება იგრძნოს სხვისი ემოცია იმდენად იგრძნოს, რომ ეგონოს, რომ ეს მის თავისი ემოცია. ერთი სიტყვით ნეპტუნთან მუშაობა ძალიან რთულია. იმიტომ რომ კონტაქტი აწყვოში არის ბურუსში. და ძალიან მტკივნეულია ხოლმე ემოციური სიმართლის პოვნა ადამიანისთვის და მარტო დარჩენა იმასთან, რაც ხშირად აწუხებს, იმიტომ რომ ხშირად არის ესეთი ტრავმა. მიტოვება არის უფრო ემოციური, ანუ შეიძლება მშობლები ემოციურად, ფიზიკურად ახლოს იყვნენ, მაგრამ არ არის მშობელი, არ არის განცდაში როგორც საყრდენი.